არა ძმა, სად ვარ? თული ვითარება აქ სამოდინულია. Мой ամենա սիրած ֆուտբոլիստը Կարիմ Բենզը სალამი სიყვარული ხალხს ხვალ არის საქართველოს სომხეთის თამაში სომხეთში ერევანში და რა თქმა უნდა ამ თამაშზე მივდივარ თან კორნერის მანქანით მაგრამ ერთი პრობლემა არის წამურავი როგორც ყოველთვის განსკდარი მაქვს მოვედი ჩემ შველელთან ხორო მიშველე ხორო სომხეთში მივდივარ საბურავი მაგ განსკდარი დამაბერინე რომ ჩავიდე ესე ვიარე რამდენი იცი საქართველოს თამაშია წამოდი შენ წამოდი მე გიპოდიჟები წამო ხვალ არა რატო საქმეები მე კორნერის ხსნი მაგრამ მაინც მივდივარ ძმაო იბერება ხორო არა საიდანღაც გაზნის მაგრამ ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ საბურავი არ იქნებოდა გამსკდარი თან დროში ვიწვებოდი მაგრამ ჩავედი ნუცუბიძეზე დისკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა და ვერაფერმა ვერ შეგვაჩერა დისკიც გავასწორებინე ორივე საბურავი ახალი დავაყენე და წავედი სომხეთისკენ გამოიწონით ვისთან ერთად მივდივარ სომხეთში წავიდა ხალიფასთან ერთად მივდივარ სომხეთში წავიდა სიკიჟეები ერთი დაბრკოლება გადავხალახე საბურავები შევწვალე ეხა მეორე დაბრკოლება ტექნათვალიერება არ მაქვს გავლილი მანქანაზე ხოდა მე იქ პრობლემა შეიქმნა მაგრამ არ შეიქმნება არა არ შეიქმნება უფალი უფლის შეერა იმედი იქნება რომ წავედით უთხარი ხალხი გამოიწერეთ წავედით ხალხო არხი გამოიწერეთ პირველი ნაბიჯი მართლა გადადგმულია და აბა წინ გამარჯვებისაკენ რა მაგარი თავგადასავალი სული მცემს იმიტომ რომ კორკოტა თვალში ვერ იხედება მანქანაზე ტექნათვალიერება გავლილი არ არის საზღვარია გადასაკვეთი და ძალიან რაღაცა მეჭვება მაგრამ მაინც მივდივარ ღმერთის იმედად საბურავები არ არის და სადავრჩებით კორჩე გაგება არ არის რა მაგრამ მაინც მივდივარ და იმედია საზღვარამდე მაინც მივაღწევ და მე დავპოსტავთ რომ გამოგვიარო რაღაცა გავათევთ იქ რამეს აგენ მოვედით საზღვართან კამკუსა გადავიდა კამკუსა ფეხით გაივლის მე მანქანით გავივლი ვა გავწდი მე მაპატიეთ რო შევიპარო როგორ გადმოვედით აი ეგ არ თქვა შეჩება თორე დაგვიჭერ ეგ არ თქვა მაგრამ აქა ვართ ეხა რაღაც დასწრებებს და რაღაცებს დავითრევ ინტერნეტს დავითრევ და იალა ერევანში ეგრევე ახმერ ეხა ვაკეთებ იმას რა ქვია ამას საზღვევას სად აღარ ყოფილიყარ ხალხო ჩინეთში ინდოეთში სად აღარ მაგრამ ასე გაჭიანურებული შესვლა ქვეყანაში რავი არ ვიცი სად აღარ ვიყავ ასეთი არაფერი არ მინახავს იქეთ საზღვევაში გთხოვდნენ 150 ლარს აქეთ გამოვედით და 35 ლარს კიდე ვეჭხუბეთ იმათი მე მომატყუებდნენ ესენი შევიძინეთ მანქანის დაზღვევაც ინტერნეტიც დამკოლებად გადავლახეთ საზღვარზე გადმოვედით და ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ წამოვედით არატის გზით თან მანქანაზე მეყენა ზაფხულის საბურავები და წამოვიდა სასწაული თოვლი რა ძმა სად ვართ თული ვითარება აქ მოყინულია თბილისში რაც ვერ ვნახე აქ ვნახე არარატის მთებში სომხეთი ეს რა არის ძმა რა ხდება თოვლი და კონტროლო ესეთი საჯესთა იმიტომ რომ ზაფხულის პრობლემები გვაქვს დაზრზე არ ვიყო თოვლი დაგვდებოდა აბა შეხება დადო ლაპლანდიაში ვარ და კროკოდილს მარხილის პრობლემები არ იჭერს კაროჩე და დავსრიალებთ ტორმუზი არ გვაქვს ირმები არ გვყავს პრობლემები არ გვაქვს საჭმელი არ არის გზა არ არის შუქი არ არის ბიჭებო აი ამის მე როგორ მოიგოთ თამაში აი რავი რა ხალხო მოიგოთ კი არა ნეტა ჩაგვიყვანა ცოცხალი თეთრია აქაურო ნახევარი საათია საათი და 20 წუთი აწერია იმას და არ აგდება არაფერი არ მოატრია პოლიცია გვერდში კარ ბებერა თუ დაგვიჭირეს მე ნახე რა ნახეთ სად ვარ წარმოგიდგენია რა გვაქვს სად ვარ და ვარ ჩვენი სასტუმროდან 100 კილომეტრი აფიქრება გამარტყა 150 კილომეტრი ვიარეთ და ერთადერთი ადგილი მაღაზია სადაც რამეს ვიყიდით ეს არის
აი 150 კილომეტრში ეს ნახეთ ერთადერთი მაღაზია. ყოველ შეხედე просто. ორკოტინიო. ბიჭო, რა მაგარი მოგზაურობა გვაქვს მაო. სიგიჟე просто. მანქანა კი არ დადიოდა. დავსრიალებდით. სრიალებს ვიარეთ 100 კილომეტრი. 20,000 დრამი გადავიხადე 20 ლიტრ ბენზინში და ყველაფერი კარგადაა, სპასიბა, მადლობა. აგე დავითრიე. წავიდა ხოცე ვარ. სულ სრიალით ვიარე ძმაო. აი კრაპის ჩიპსი, ტუდიას ვიარეთ. ვანილის კოკაკოლა გამიშე რა. აი ვანილის კოკაკოლა ძმაო, აი. ხოცე ვარ, წავედით. ტელეფონი კი გვიждდება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. წავედით. ეს ჩვენი სასტუმრო სადა? არა, გორგოტა სასტუმრო. გორგოტა ვიცის, არჩევა რა. ჩემო მე მგონი. შეხე, ჭიშკარი დაღებული და გვახვედროს და ეს არის ბიჭო სასტუმრო ეს პირამიდა. გორგოტინიოს შეხედე რა სასტუმრო დაჯავშნა. აი რა სიზა. სასვილი. ნუ. გახსნია ფილიალებს გახსნია და დადიან სასტუმროებში. ეს კორნერის ახალი ფილიალია? ახო პირებს მესამე რო დავარდა. შეხედე რა მაგარია. აი საღო პროსტა. აუ დღეს ძალიან მაგარ გოგოსთან გავატარებ საღამოს აქ დამიწვება. აქ ბუხარი გვაქვს წვადები შეწვა შეიძლება. ეს მე ჩემი ციკოლია საათი. აქ ტელეფონი მაქვს შემიძლია გამოვიძახო ვიღაცები. აგერ ვისკი კოლაც გვაქვს, კარალევა ტანსპოლა. აი რა მე ვეწყეთ KPI-ში ბიჭები. გუში როგორც კი ჩამოვედით ეგრევე დავიძინეთ, ძალიან დაღლილები ვიყავით, ძალიან ვინერვიულე, ძალიან დიდი ადრენალინი მივიღეთ დაახლოებით 3 საათი სრიალი და რატის თეში მოყინული იყო. რა სიტყვი გამგოსენიო, როგორ მიდის ჩვენი მოგზაურობა? ასეთი მაგარი და ექსტრემალური ჯერ ამდენი ხნის განმავლობაში რომ 7 საათი ვისრიალებ ეგეთი რაღაც არ გამოიწია. აგერ ჩამოვედით, ძალიან მაგარი ამინდია. ძალიან მაგარ სასტუმროში ვარ დღესა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რამდენი მორჩება. მე ორი ვარიანტი მგონი, ან 3 დერც მოვიგებთ, ან 2-2-დან თორდება ეგ თამაში და მე ჩვენთან მოვუგებთ რა. შენ რას ფიქრობ? ვინც გამოიცნობს გრიფსოს გაჩვენებთ. ჩვენი ოთახი ყავები რაღაც აქეთური, აქ წვადი უნდა შეუწყო გამგუსას. აქ რა ხდება? აი საღამო გქონდა რა, ეს ხა ვიდეოსთვის დავაცალკევე, თორე ესე შეტყობებული გქონდა, ერთად გვეძინა გუშინ. დომინანტი მე ვიყავი, ხა წყვილ ლაპარაკობ. აი გამოვედით სასტუმროდან. ერთხელ ჩვენს ხომ უნდა ვიყო ცოსო რაუნდზე ვალდები. სოსოს მოკითხვა, ჩვენს YouTube ლიგაზე ერთ გუნდში ვიყავი 7 წავაგეთ. აი ჩვენი სასტუმრო გუშინ ირაკლი გაგიჟებული იყო. რო შემოვიდა, აი ჩვენი სასტუმრო დაბლავთ ბასეინები, სპა. ვარ ნამყოფი, მაგრამ ვაფშე არ მომეროდი რომ აქ იქნებოდა ასეთი მაგარი. იცის ბიძა, მიცის სასტუმროების. შეხედე, მაგ ჭახს უყურე ბიჭო. ლაქშერი ცხოვრება მეგობრებო. კორნერში ამავდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, კედელი მოიხატა, მამაჩემი დავტოვე. ძალიან ბევრი საქმე მქონდა არა და ეხა 23-ში არის კორნერის გახსნა. ეს სად მომიყვანა? ეს სად მომიყვანა ძმა? აუ რა კარგი ჰაერია ის თხა ხო? თან მზია, თან ძალიან ჩვენზე მაგარი ჰაერი მაინც ვერ არის. აი მაგ შეხე აქ უყურე რა თქმა. ეს სადა ვარ? სადღაც რაღაცა ჯეკვარი დაგვეცა ძმა. აი რესტორანში მოვედით და დავაპარკინგეთ და აგერ ჩემნაირი გაიჩნდა. აი რომელი ჯობია დაწერეთ კომენტარებში, ქართულ ნომრებზე მაინც ხო არის ძმო რა. ნახე რა ტიპია. აი ესეც არაა ცუდი, მაგრამ ეს მაინც სხვა ტიპია. მილიონერები ვარ, ძმო, ხელში მიყავია. კორნერი უნდა გავხსნათ სომხეთში კორნერი დამიწერეთ. მაგით კი გახსნი ძმა. 1100 ლარი გამოვიდა 156,000 დრამი. 156,000 დრამა, აქ როგორი სიტუაცია, ისი რაღაცები მართლა იაფად არის, არა? 100 ლარი არ დელი ხარ მე. აქ არის ევროტურში რო არის, ხო, ლანახევრად ყველაფერს იმაში. შენ სასტუმროს ხსნი? აი მოვედით კონაჩაში. ცუდი რესტორანი არაა სხვათა შორის. ო ხინკალი არ და ძალიან გაუტყდა რა. ხინკალი მინდოდა მე ყველგან ქართველი ვარ ძმო. ანუ სომეხთან მიდის და რატო არ გაქო ხინკალი ვეკაჩავა. დაიწყო დალევა და მე სოუყვე თუნდაც. ლოყები გაუწით და უკვე. აი დაანახე. დავიდა. საქართველოს იგებს დღეს 3-1 და ირაკლი აგებს დღეს და არიდი ანგარიშში.
მაჭამა და შესავალი. ხინკალი მინდა, რა ხინკალი გინდა? ყორყოტა, ამა. შეხუპინე ხინკალი გინდა. სომხური სამზარეულო დავაგემოვნეთ, მე წამოვედით სიყვარულ ადამიანთან, ბატონ დიმასთან, ნაკრების სულთან და გულთან ჩამოუტანეთ ქართული ჩურჩხელები და ნუ აქ მე ვიდეო გადავიღე, დიმამ თქვა 1-0 დამთავრდება, მე ვთქვი 3-0 დამთავრდება და კანკუსამ თქვა 12-3 დამთავრდება. დიმასთან ვიყავით, დიმა ოქრო კაცია, სიყვარული კაცია და მანქანა სატყავს დატოვებული ნახე. ნერვიულობდი რომ არ წაიყვანათ. ხო არ წაიყვანეს მანქანა. ადგილზეა მანქანა. აქაა ძოდ გას მანქანა. წავით დღეს უეჭველი ვიგებთ. ზემა ბრატიშკა? კვარაცხელია, ბუდით. Კვარაცხელია, знаешь, კვარაცხელია? კვარაცხელია, знаешь? Братуха, ты говоришь, умеешь? You said კვარაცხელია. კვარაცხელია, ბრატიშკა. Братуха, корнери, знаешь, корнери? და բայց թե შეშორմնում იმ მოი ამენა სირაც ფუტბოლისტა კარიმ ბენზ Корнери is the best, корнери. Я კვარაცხელია, ты? yes франциау бензема Бензема, вот это. Бензема, вот рука так, Бензема, рука. ჩამოვედით სომხეთში. საქართველოს გუშინ. საქართველოს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! აკეთ ქართველები შეხედეთ. დღეს ვიგებთ. ერთად ვიკრიბებით, ერთად მივდივართ, ვიგებთ. სტადიონამდე დიდი აბა, წარმატებები და დღეს ვიგებთ ბიჭებო და გოგოებო. აი, ჩვენც აქა ვართ, კორნერის მანქანით ჩამოვედით. საქართველოს აგულშემატკივროთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ, ყველას გაფასებ და დღეს ვიგებთ უეჭველი, ბიჭო, უეჭველი ვიგებთ. მოვდივართ ქართველების, რამდენი ვარ თქვენ გენაცვალეთ, თუ ყველას აი რო გხედავთ მიხარია იმენა, ერთი სისხლი გვიჩქებს და ენაც ყველა მიყვარხართ, ძმებო და დებო რა. დღეს ვიგებთ უეჭველი და დავიცალო ემოციულ და ვიტირო იმერა დღეს. ჯოს! ჯოს! არა ძმაო, ძალიან მაგრები ვართ რა. მოვედი სტადიონთან, ძალიან ბევრი ხალხი ვართ და ეხლა ნელ-ნელა უკვე შევართ და ამათ უთხარი წეღა რომ დღეს მოიგებ საქართველოს მეთქი და დავითანხმე რა. პოლიციას რატო უნდა უთხოვო დღეს ვიგებთ ჩვენ და თქვენ ავე ვიგებ ძმაო. ხო არ მომიტყუებია რა. ამათან არაფერი არ იყიდოთ, იყიდეთ კორნერში. ეს არის სომხური კორნერი. ამაზე რა კაცი რა შევეგა. ამაზე ბევრად მაგარი ხარისხი გვაქვს ძმაო ჩვენ რა. ეს რა მაღაზია აი ხა ეს. შემოვედით როგორც იქნა. აი სტადიონი. ხალხი გულშემატკივრები და დღეს ვიგებთ 3-1. მე მგონი ჩვენ უფრო მეტნი ვართ ვიდრე ისინი. გამოვიდე ლომები! დავიდა ბიჭებო! ბიჭები შემოვიდე! პირველი ტაიმი მორჩა, არ ვიცი მართლა რა ვთქვა. სააღო ბიჭებო, სააღო. ამიწევია ჩემი 4-ივეთის. აღო ბიჭებო, მოვიგეთ 3-0. ძმები ხარ, სასწაული იყო, უღრმესი მადლობა. ძალიან მაგარი თამაში. გამოვედით საქართველოში, ნუ ისეთი მეტი გადასაღები აღარაფერი იყო საბოლოო ჯამში 5-0 არ მე მგონი 10-0 დავუწავრეთ სომხებს და მოკლედ გავხსენი კორნერის ახალი ფილიალი. ვაჟამშაულა ჩვენბენ ნომერში სამედიცინოს მეტროსთან შეგიძლიათ მოხვიდეთ გვესწროთ და იმის თქმა მინდა რომ როცა მოვიგეთ სომხეთში 3-0 არანაირი აგრესია არ მიგწვნია პირიქით თბილად გექცეოდნენ პატივისცემად გექცეოდნენ გვეხუტებოდნენ გვილოსავდნენ და მართლა ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა და სხვანაირი ვითარება დამხდებოდა მეგონა და სხვანაირად დამხდა და მე სიამოვნა რა გზა იქი 7 საათი დავჭირდა აქეთ 5 საათში ჩამოვედით იმიტომ რომ ძალიან მოთვლილი იყო და საშიში იყო მანქანის გადაადგილება თან ზაფხულის საბურავი მეყენა და
მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ეს საქართველოში რაც მოხდა, არ არის ნამდვილად მოსაწონი, იმიტომ რომ პირიქით, იქით რომ ჩავედით, პატივისცემა მოვიგზავნით, როცა პირიქით სხვა რაღაცას ველოდებოდით რა და ბავშვებო, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და ვინც მანდ ეგეთი რაღაცები გააკეთეთ, თხოვნა იქნება რომ ეგეთი მსგავსი რაღაცები არ გააკეთოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება რა, ისევ ჩვენ ქართველები ვკნით, ჩვისი დაკნინებით, ისევ ჩვენ ვკნინდებით, რომ იცოდეთ რა. პირიქით ჩავეხუტოთ, ძმაო, მოვეფეროთ პატივისცემ და ამით ვამაყდებით და ვანახეთ ქართველები თუ რამდენად როგორია ქართული სულისკვეთება და მოკლედ ეს არის კორნერის მაღაზია, აქედაც ფორმები, სპორტულები, ძალიან მაგარი რაღაცეები არის, აგერ ნაკრები სპორტულები, ნაკრების ფორმები, საჩუქრები. რამე თუ დაგჭირდათ, ძმაო, მოდიხართ ეგრევე კორნერში და ვიდეო დაალაიქეთ, საფეხბურთო კონტენტი დაბრუნდება, კარგი ამინდები გამოვიდა და დაალდეთ ვიდეოებს, ვინც ამ ვიდეოს უყურეთ, ურვესი მადლობა. ცოტა სტიმული მომეცით, რომ რაღაც YouTube-ისკენ ის არქივო წამიშალა ძალიან ამეცრუდა გული და მინდა რომ შემოვრუნდეთ და გააზიარეთ, დაალაიქეთ და დავთ ახალ ვიდეოს, აბა თქვენისით.